გაუფრთხილდით საკუთარ მოგონებებს. Რაღაც ხომ იყო თბილი და ტკბილი. ოდესღაც თვალებმა ის რომ არჩია, როგორ გიფეთქავდა კუნთი და რბილი. გახსოვს სამყაროში მანაც რომ აგარჩია. რაც იყო წარსულში ბედმა გაარჩია. ვაი დედილო, ამ სიძულვილმა რა ღრმა და მოურჩენელი დაღი დაგვამჩნია. გახსოვს სამყაროში მანაც რომ აგარჩია. რაც იყო წარსულში ბედმა გაარჩია. ვაი დედილო, ამ სიძულვილმა რა ღრმა და მოურჩენელი დაღი დაგვამჩნია. მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, დიდი გულის ტკივილით მაქვს ეს დაწერილი და ეს ჩემი ნაფიქრალი. დღე არ გავა, რომ არ ვიცი, შეიძლება საათიც რომ არ ვიფიქრო. იცით რა არის? ჩვენ თუ რამე გჭირს ადამიანებს, მხოლოდ სიძულვილით მეხსიერებას რომ კარგავთ. იცით რა არის? ჩვენ ცხოვრებაში არიან ადამიანები, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, ჩვენ ისინი გავზარდეთ. იყო დრო, როცა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით ერთად. დრო თავისა შვება. მე ხდება რაღაცეები. ზოგი ჭორებს ყვება. ზოგი რაღაც მიზეზების გამო, ზოგი რაღაც მიზეზების გამო და მე ინგრევა ყველაფერი, მაგრამ აი ეს წუთები, ის წამები რაც იყო, უკარგესი, უბედნიერესი, რომელიც გზრდის ყოველ დღე, რომელიც განერვიულებს სასიამოვნოდ, ჩემო ბატონებო, ამას მოფრთხილება უნდა, პატივისცემა უნდა. არ შეიძლება ეგოისტური. იცით რა არის? მე ესეთ რაღაცას გეტყვით, რომ თუ რამეს ვერ იტანს სიყვარული, ვერ იტანს ეჭვიანობას, სიბინძურეს, ბოღმას, ყველაფერს იმას, რაც მისთვის მიუღებელია და რაც მასში არასოდეს არ იქნება. რა ვიცი, ხა მე ვერ გამოვდგები ალბათ. ჯობი არ ვილაპარაკო ამაზეც და შემოგელოთ ჩემი თავი, გაუფრთხილდით მოგონებებს. გაუფრთხილდით იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ თქვენ ცხოვრებაში. ოღონდ იმ ადამიანებს, ვისთან თქვენ თუნდაც 5 წუთი რომ იყავით ბედნიერი. ესე არ ხდება. არ არის მაინდამაინც გულუხვი ცხოვრება, წუთი სოფელი რომ ყოველ დღე რაღაც
სასიამოვნო წვითები და წამები მოგცეს. ხო, მათხოვთ რომ არ არის. არ შეიძლება ადამიანს, რომელსაც უყვარს ან ყვარებია, მაშინ სიძულვილი იყოს. კაცო, მე რო ვბრაზდები, ისეთი უნდა ადამიანებზე, მაგრამ სიძულვილი არა ბატონო. ბოღმა და სიძულვილი კლავს და ანადგურებს ადამიანს და სპობს. ჩემო ბატონო. და განსაკუთრებით, როცა შენ წარსულს ჯეგ, ფეხქვეშ. იდრეგზელ ჩემო ბატონო, გამიგზელდა ეხლა რაღაცა. უბრალოდ ჩემს ლექსზე ვისაუბრე და გაგოცეთ ბევრი. იხარეთ და იბედნიერეთ. მოეფერეთ ერთმანეთს. შეურიგდით კიდეც. ბოლო-ბოლოდ იმეგობრეთ. ბევრ რაღაცებს გაიხსენებთ, გაგეცინებათ, უფრო კარგ ხასიათზე დადგებით. ნუ რა ვქნათ, ასეთია ცხოვრება. იმდენ რამეზე მწყდება გული და ისე მაქვს გული მოკლული, რომ ფაქტურად აღარა მაქვს გული. იმდენი ადამიანმა ჩემს გარშემო ისეთი რაღაცა, მაგრამ ისინი არ მძურს. სულ ვიხსენებ, აი, კარგ დროს, ერთად რომ რაღაც. ნუ მეგიმება, ნუ რა ვიცი, ვიზრდები ნელ-ნელა, მაგრამ საოცარი ეს არის, რომ ეხლა დავიწყე გაზრდა. როცა ჭაღარი შევიმოსე, კოცნით გეფერებით. გაუფრთხილდით წარსულს, გაუფრთხილდით. იხარეთ და იბედნიერეთ.